საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გადავწყვიტე რომ ჩემს მაყურებლებთან აი ამ ფორმატში მოვახდინო ვიდეო ტრანსლაციის წაყვანა, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ასე უფრო მეტი ინფორმატიული იქნება ვიდეო და უფრო მარტივად გასაგები იქნება ადამიანებისთვის, ჩემი მაყურებლებისთვის, თუნდაც ვინც არაა ჩემი გამომწერი, მათთვისაც უბრალოდ ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ადამიანები საქმის კურსში იყვნენ სინამდვილეში რა ხდება და არ იყვნენ ისინი გავლენის ქვეშ იმ სოროსი ვიზიების და რა ქვია კეზერა ვიზიების, რომლებიც რა ვიცი, აბა ყველანაირად ცდილობენ რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში. ამიტომ თქვენც მეც ყველა ერთად განვიხილავთ იმ ქრონიკას, რომელიც ქრონიკაც იქნება ოფიციალური მონაცემებით გავრცელებული ინფორმაციებით. რა თქმა უნდა, იქნება ჩატიც, შეგეძლებათ კითხვა-პასუხის რეჟიმი გქონდეს. და მანამდე ცოტა შესავალს გავაკეთებ, შემდეგ გადავართ რეალობაზე, უშუალოდ რუკას დავხედავთ, გავერკვევით იქ რაც ხდება. და რა ვიცი, მე მგონი უკეთესი სიტუაცია იქნება ამ ფორმით, რომ წავიყვანოთ ბლოგი. ვნახოთ, იმედია, კარგად გესმით ჩემი ხმა, იმედია განუსახულება კარგი არის, თუ შეიძლება მაცნობეთ და მანამდე დღეს მქონდა მე ერთი ვიდეო ეთერი, სადაც გავაჟღერე ის ინფორმაცია, რაც ჯერჯერობით საქართველოში არ არის გაჟღერებული და კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე ამ ყველაფერს. მინდა გასაგებად თქვა ხალხისთვის, რომ ეს არ არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. ეს იქნა სრულიად შემთხვევით ამოტივტივებული ეს ინფორმაცია ირანის ომთან დაკავშირებით ერთ-ერთ ამერიკულ პოდკასტში, რომელსაც უამრავი ადამიანი უყურებს და იქ იქნა გაჟღერებული, რაც ძალიან საეჭვოდ დაემთხვა რეალობას და რა თქმა უნდა იხსენიებოდა ჩვენი ქვეყანა და იხსენიებოდა ზუსტად იმ კონტექსტში, რომელ კონტექსტშიც ყველაზე მეტად რეალობას ერგება გულისხმობ დავით გარეჯის საკითხს, რომელიც აი სრულიად მოულოდნელად ამ ომმა მოატივტივა. მოკლედ კიდევ ერთხელ განვიხილავ ამ საკითხს, სანამ გადავიდოდეთ დანარჩენ ამბებთან დაკავშირებით, ვინც ახლა ინგლისური იცით, შეგიძლიათ თავადაც წაიკითხოთ. აზრობრივად რომ გითხრათ, ჩემო-კარგებო, ეს არის ინფორმაცია, რომელი ინფორმაციაც ნამდვილად აყენებს იმ ვერსიას, თავდაყირა რა ვერსიებიც ამდენი ხანი გვესმოდა დავით გარეჯთან დაკავშირებით. ხოჩენებო ზუჯარ მუხბე, გაიხარეთ. და სადაც გვამცნობდნენ ჩვენ, რომ დიპლომატები ამ საკითხთან დაკავშირებით ერიდებიან საუბარს, მაგრამ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აც უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვართან ახლოს არსებობს საიდუმლო ბაზა. საიდუმლო ბაზა მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, თორე ის ბაზა რო არის ყველა მიცის და აი ამ ბაზაზე არის შექმნილი მართვის ცენტრი, რომელი მართვის ცენტრითაც ხდება ირანში ისრაელის უპილოტო თვითმფრინავების მართვა. და რაც მთავარია, ეს ბაზა არის განთავსებული იუნესკოში არსებულ ძველ ისტორიულ ქართულ ძეგლთან ახლოს. ხო, თავიდანვე მინდა ვთქვა ის, რომ დავით გარეჯი ჯერჯერობით არ არის იუნესკოში შესული, თუმცა წარდგენილი არის ნამდვილად და შესული არ არის ერთადერთი მიზეზიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დავით გარეჯი გახდა სადაო და ეს სადაო ტერიტორია არის ქართული თუ ალბანური კულტურის ძეგლი, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი და აქედან გამომდინარე
სიაში არის, მაგრამ დამტკიცებული არ არის. ეხლა ჩვენ შემთხვევაში რა ხდებოდა? ჩვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდებოდა ძალიან მარტივად. გავიხსენოთ ჯერ კიდე სააკაშვილის დროიდან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს სიმაღლე, სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც დავით გარჯას სიმაღლე არის და მოიცავს ჩიჩხიტურის კოშკს და აღდგომის ტაძარს და ესე შემდეგ, თურმე ჭირდებოდა აზერბაიჯანს საკუთარი უსაფრთხოებისთვის და ამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნა გადაცემული აზერბაიჯანზე, ეს თურმე მე ერთი წივილკივილი იყო ატეხილი, რომ ეს მიშამ გადასცა, ასე იყო, ისე იყო. შემდეგ კოცები, როდესაც მოვიდნენ, გვეგონა ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცა ზრა იქნებოდა. ეხლა ყველამ კარგად ვიცით, ვინცაა საქმეში გარკვეული, ეს მოიცავს დაახლოებით 2 კილომეტრ ნახევრიან კვადრატს, რომელიც არ არის რაღაცა ისეთი თქვათ, უსაშველო დიდი ტერიტორია, რომელიც მოლაპარაკებების ფარგლებში არ იყო შესაძლებელი თუნდაც დათმობილიყო სხვა ადგილას. და ამით ეს დავა მოგვარებულიყო, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან გაჯიუტდა აზერბაიჯანული მხარე. გამომდინარე იქედან, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო და ეს ყველაფერი დააბრალეს, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ესე რომ ვთქვათ, საკითხთან დაკავშირებით. ჩემო ძმაო, მოგაწვდი თუ გინდა პოდკასტს, შეგიძლია შენ თვითონ მოусმინო, შენ თვითონ ნახო, ეს ამოჭრილი მაქვს იქედან სკრინი. არის ეს წარწერა გაკეთებული და აზრობრივად რაც იყო, მითარგმნეს, მომაწოდეს თავიდან ბოლომდე და აი ეს იყო შენ შემოგევლე. არ ვიცი ახლა აქ ზუსტად რა წერია. აქედან გამომდინარე, აღმოჩნდა ის, რომ თურმე აი ეს ბაზა, რომელიც სინამდვილეში მანამდე არ არსებულა ეს ბაზა იქ, იყო ჩვეულებრივი სასაზღვრო ზოლი, აი ამ სასაზღვრო ზოლზე მოულოდნელად მოხდა გამკაცრება ამ ყველაფრის, ამას დაემთხვა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რომელიც ფრანგულმა სპეცსამსახურებმა გააგზავნეს იქ ერთადერთი მიზნით და ერთადერთი მიზეზით, რომ მომხდარიყო საქართველოს და აზერბაიჯანის შორის ურთიერთობის დაძაბვა, იმიტომ რომ მოსალოდნელი იყო ომი სომხეთთან და რამენაირად გართულებულიყო მდგომარეობა და აი ეს გაგრძელდა ეს ყველაფერი და ახლა როგორც გახდა ცნობილი, ამ საკითხთან დაკავშირებით ის არის საკითხავი თუ ამ ბაზაზე რეალურად რა არის განთავსებული. ამ ბაზაზე რეალურად განთავსებული არის როგორც გამოჩნდა უპილოტო თვითმფრინავების მართვის ცენტრი, რომელმაც ყარაბახის ომის დროს უპილოტო თვითმფრინავებმა, როგორც ბაირექტარებმა, ასევე ისრაელის უპილოტო აპარატებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს, ითამაშეს, აქედან გამომდინარე მართვითი ცენტრი, სადაც ყოფილა გასაგები არის და თურმე ეს დღეობითაც შესაძლებელი არის, რომ ირანზე განხორციელებული შეტევების მართვა ისრაელის აპარატებს ახდენდნენ ზუსტად აი ამ ბაზიდან. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ისრაელი და აზერბაიჯანი რო ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები არიან და ისრაელი აწვდის შეიარაღებას აზერბაიჯანს ეს არავისთვის ახალი არ არის, ასევე არც არავისთვის ახალი ის არ არის, რომ აზერბაიჯანული ნავთობის 95% მიედინება ისრაელში, ხოლო ისრაელი, ესე რომ ვთქვათ, თავისი მარაგების 30-40% აზერბაიჯანიდან იღებს, საქართველოს გავლით, რა თქმა უნდა. არავის არ გაუკვირდება ის, რომ რეალურად იქ ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ისე არის ერთმანეთთან შესული, იქ იყოს ეს ყველაფერი ასე განხორციელებული და ძალიან კარგად შენიღბული ადგილი არის. მე მინდა გითხრათ, რომ ვინც ყოფილა და ვისაც უნახია ის ბაზა, მე ამაზე გავაკეთებ სპეციალურ ბლოგს, სადაც ძალიან მარტივად ხდება თვალით ამ ყველაფრის გარჩევა, რომ ეს ბაზა იქ სადაც არის განთავსებული, სამი მხრივ არის შემოსაზღვრული, დაფარული და ქართული მხრიდან, საქართველოს ტერიტორიიდან მისი თვალით დანახვა არის შეუძლებელი, ასევე აღმოსავლეთიდან, როგორც ჩრდილოეთის მხრიდან, ასევე დასავლეთის მხრიდან და აღმოსავლეთის მხრიდან ბაზა არის თავიდან ბოლომდე დაფარული აი ამ ადგილზე და ერთადერთი საიდანაც არის მისი დანახვა შესაძლებელი, ეს არის სამხრეთის კორიდორი, საიდანაც შეიძლება ბაზის შემჩნევა მოხდეს.
მე ნამდვილად არ გამიკვირდება ეს ძალიან ბოროტი ჩანაფიქრი იქიდან გამომდინარე რომ აი ესეთი ისტორიულ ჭრილში აი ეს ქართველი ერის ისტორიულ მემკვიდრეობასთან რომ იყოს ეს ყველაფერი შენიღბული ამ ყველაფერზე განხორციელდეს ირანის სარაკეტო დარტყმა და სარაკეტო დარტყმიდან გამომდინარე დაიბომბოს დავითგარეჯი და განმეორდეს ისტორია ცოტა ისეთი ფორმით როგორც ადრე მოხდა გარეჯელი ბერების წამების შესახებ. ასე რომ აი გამოჩნდა, იმიტომ რომ იმდენად იკლავდნენ თავს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს საერთოდ არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. მაგრამ მინდა კიდე გითხრათ ერთი მოვლენა, ეს ნიუ-იორკის მერმა გაავრცელა ეს ინფორმაცია. თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება ეს ყველაფერი ფეიკი არის, მე სანამ ლაივს დავიწყებდი, მანამდე იყო მეგობარმა მომაწოდა ამერიკიდან, რომ ნიუ-იორკის მერმა დადო ეს ყველაფერი, რომ რამდენიმე სააგენტო ავრცელებს იმის ინფორმაციას, რომ ლიკვიდირებული არის ნეთანიაჰუ თავის თანამოაზრეებთან ერთად და ბოლო დროს ნეთანიაჰუს გამოსვლები სინამდვილეში არის პიროვნება, არის ხელოვნური ინტელექტიდან გამოწვეული, მაგრამ არ ვიცი, ეს მე ირანის ტელეარხებს რაღაც ტელეგრამის არხებს ვადევნებ თვალყურს და იქ მსგავსი რაღაცა არ ყოფილა. ამიტომ დიდი ალბათობით ეს შეიძლება ფეიკი იყოს, თუმცა მაინც იყოს ეს ინფორმაციისთვის, ყველაზე შეიძლება მართალი რომ აღმოჩნდეს, ვიყოთ საქმის კურსში, რა ვრცელდება და როგორ ვრცელდება. ახლა რაც შეეხება ჩემო გადავიდეთ აი იმ საკითხებთან დაკავშირებით. გადავიდეთ საკითხებთან დაკავშირებით ის თუ რა მოვლენები მიმდინარეობს რეგიონში. მე მინდა გითხრათ, რომ რეგიონში სიტუაცია ძალიან ძიმეთ არის. ფაქტი არის ის, რომ ომი გაჩერებას არ აპირებს, უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ახდენს ომი სახის მიღებას. დღეს იქნა გავრცელებული ინფორმაცია უკვე პირდაპირ ამერიკის საელჩოების დაბომბვის შესახებ ერაყში. არაერთი ტანკერი კვლავ იქნა დაბომბილი, ავტოგადამამუშავებელი ბაზები იქნა დაბომბილი. აქედან გამომდინარე, ჩემოკარგებო, ერთი რაღაცის თქმა მინდა, რომ წინ კარგი არაფერი არ არის მოსალოდნელი. ომი უფრო გამძვინვარდება და უფრო უარესობისკენ წავა. ახლა გადავიდეთ უშუალოდ მე დროებით ჩატი გათიშული მექნება, იმიტომ რომ თვითონ არ იძლევა საშუალებას თან ჩატი ვიკითხო და თან რუკაზე ინტერაქტიულად მოგაწოდოთ ინფორმაცია, ამიტომ მე მოგაწოდოთ რა ინფორმაციაც იქნება, შემდეგ ჩატს დაუბრუნდები და შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში. არ იქნება პრობლემა, მაგრამ სანამდე ესე რომ ვთქვათ, მოვახერხებდეთ ამ ყველაფერს ცოტა ხანი ერთი წუთით, რაღაც ცოტა ტექნიკური საშუალებები გვჭირდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ. მოვამზადოთ ინფორმაციისთვის. ისიც ასე. აჰა. კარგი, აბა გადავიდეთ ახლა რუკასთან დაკავშირებით, თვითონ ომის თეატრთან დაკავშირებით და გადავავლოთ თვალი დღის მანძილზე რა ხდებოდა. თქვენ რასაც ხედავთ აქ, აი ეს არის აბსოლუტურად დღის მანძილზე მომხდარი შემთხვევები, როგორც ირანის ტერიტორიაზე, ისე ერაყის ტერიტორიაზე, ისე ზოგადად რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დავიწყოთ პირველ რიგში რით, აი დილა დაიწყო იმით, რომ ბაღდადში იყო აფეთქებები, იერიშები იქნა მიტანილი ამერიკის საელჩოზე, სადაც სარადარო სისტემა იყო განთავსებული. ეს უკვე საელჩოები პერიოდულად ნახულობენ ჩამოგდებული ამერიკული
ავია ტანკერების ესე რომ ვთქვათ ნამცხრევებს დილა დაიწყო აი ამ ყველაფრით ასევე ხორციელდება ეს არის ამერიკული ავიაციის მიერ მიტანილი იერიშები ირანის ტერიტორიაზე, მოკლედ ეს ახლა შორს წაგვიყვანს, მოდი ჩვენ ძირითადად კონცენტრირდეთ თუ რაში არის საქმე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სპარსეთის ყურეში არის განთავსებული კუნძული ხარკი. ამ კუნძულზე არის განთავსებული, ეს კუნძული არის ძალიან მნიშვნელოვანი კუნძული, მასზე არის განთავსებული რა თქმა უნდა ირანელი სამხედროები, განთავსებული არის ბაზა, მაგრამ ეს კუნძული თვითონ წარმოადგენს ირანის ერთ-ერთ სასიცოცხლო ენერგეტიკულ წერტილს, რომლიდანაც სადაც ხდება ნავთობის რეზერვუარების შევსება და ექსპორტზე გატანა, აი ამ კუნძულზე მიიტანა ამერიკულმა ავიაციამ იერიში და მომავალშიც დაიმახსოვრეთ ეს კუნძული დიდი ალბათობით თუ კი ამერიკელებმა გადაწყვიტეს დესანტურა, სახმელეთო ოპერაციის დაწყება, ამ კუნძულზე აუცილებლად განხორციელდება ამერიკული დესანტის გადასხმა. მაგრამ როგორც დეტალურად შესწავლის შედეგად გახდა ცნობილი, კუნძულზე მიტანილი იერიშის შედეგად არ დაზიანებულა არც ერთი ირანული რეზერვუარი და ნავთობი ინფრასტრუქტურა. ანუ იერიშები იყო მიტანილი უშუალოდ სამხედრო ობიექტების მიმართ, ეს რა თქმა უნდა არის ამერიკელების გეგმა, რომ როდესაც ირანის ომი მორჩება, მას ჩაიგდებენ ხელში მთელი ირანული ნავთობი, როგორც გადავიდა რა ქვია იმას, ვენესუელას ნავთობი მათი კონტროლის ქვეშ, ასევე უნდა გადავიდეს, ამიტომ ინფრასტრუქტურა მათ რატო უნდა გაანადგურონ. ახლა მოუბრუნდეთ თვითონ ორმუზის სრუტეს და მე ცოტა ჩანაწერები გავაკეთე. გაუნდინარე იქიდან რომ ორმუზის სრუტე და სიტუაცია არის ნაჩვენები აქ, აი ყველასთვის გასაგები რო იყოს მარტივად თუ რა ხდება ორმუზის სრუტეში. აქ არის ნაჩვენები 12 მარტი 2025 წლის თუ რა მოძრაობა ხდებოდა ორმუზის სრუტეში და პარალელურად არის ნაჩვენები დღევანდელი პერიოდი 2026 წელი თუ როგორ არის გადაკეტილი ორმუზის სრუტე და მხოლოდ და მხოლოდ ერთეული ხომალდები ახორციელებენ ამ სრუტეში გასვლას. პარალელურად ირანმა იერიშები მიიტანა გაერთიანებული საემიროების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და არა მარტო აქ, ასევე ეს არის ომანი, სადაც ასევე ნავთობგადამამუშავებელი პორტი და ტერმინალი თავის ქარხანასთან ერთად უკვე მესამე დღე არის იწვის და კაციშვილი არაა მისი ჩამქრობი. ანუ რეგიონი თანდათან გამოდის მწყობრიდან და ის ემგვანება საბრძოლო თეატრს ვიდრე ეკონომიკის და ეკონომიკურ სასწაულს. ეს კიდე გაცრავად
აქ დიდი ზიანი არის მიტანილი. ხო, აი ხა რაშია საქმე? საინტერესო მომენტი არის. დღეს გასათვალისწინებელი არის ის, რომ ამ მომენტისთვის არის შაბათი დღე. შაბათ დღეს რომ განხორციელებულიყო იერიშები მასთან მიმართებაში, რა ქვია, ნავთობის ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი ამერიკელებმა. დღეს არის ნავთობის ღირებულება სადღაც $100 ფარგლებში და ნავთობის ბაზარს რომ გაეგო ეს მოვლენები, მოვლენებიც ისევ და ისევ მიმდინარეობს იგივე აი ამ კუნძულთან მიმართებაში, ასეთ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ ნავთობი იქნებოდა $140 მინიმუმ $130-140 ასული, რაც ამერიკელებისთვის არის კატასტროფა. აი ამ ინფორმაციას ვეძებდი და აი როგორც იქნა მივაგენი, ესე იგი იგეგმება რეგიონში 5000 ამერიკელი საზღვაო ქვეითის გადასროლა. ეს ქვეითები რისთვის არიან საჭირო? საჭირო არის სახმელეთო ოპერაციისთვის, ესე იგი შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ ამერიკელები შეეცდებიან სამხედრო ძალით მოახდინონ ორმუზის სრუტის გახსნა. ამას დაუმატოთ კიდე ასევე ის 2500 ამერიკელი, რომელიც იაპონიის ზღვებში განთავსებული გემებიდან დაახლოებით 2 კვირა სჭირდება ამ გემს მოსასვლელად, აქეთ არის სადღაც მნიშვნელობა აქვს. და ესეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სადღაც 2 კვირის რადიუსში შეიძლება ამერიკელებმა ძალებს მოუყარონ თავი და სახმელეთო ოპერაცია დაიწყონ. თუ ისინი დაიწყებენ სახმელეთო ოპერაციას, კიდევ ერთხელ მინდა ვაჩვენო მაყურებლებს, თუ სად იქნება დიდი ალბათობით მათი ოპერაციის ჩატარების, აი ეს იქნება აუცილებლად აი ეს ორმუზის სრუტე, უშუალოდ ორმუზის სრუტე და აქედან გამომდინარე ასევე დაიკავებენ ისინი ყველა იმ კუნძულებს, რომელ კუნძულებსაც აი თქვენ ხედავთ, მათ შორის კუნძულ ხარკს, აი ამ კუნძულსაც შეეცდებიან დაკავებას, მაგრამ როგორი იქნება ირანელების პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ალბათ წარმოსადგენია ის, რომ პირდაპირ კონტაქტში შესვლა ამერიკელ სამხედროებთან თავიანთ ტერიტორიაზე ირანელებისთვის ეს არის ალბათ სანატრელი, რაც შეიძლება ამერიკელებმა გაუკეთონ. აი დაახლოებით უსაფრთხოების, აი რასაც ხედავთ თქვენ, ახლა ძალიან ისე უხეშად მონიშნული არის ეს ყველაფერი, დაახლოებით აი ამ ზოლის დაკავებას შეეცდებიან ამერიკელები, რადგან აი აქეთ ამ მხარეს მათთვის არის მოკავშირე ქვეყნები განთავსებული, კუვეიტი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, გაერთიანებული ემირატები და ესე შემდეგ. პარალელურად ირანი თავს არანებებს საუდის გაერთიანებული საემიროების ინფრასტრუქტურას, სადაც არის განთავსებული Google, სადაც არის განთავსებული Microsoft, სადაც არის განთავსებული ესა რა ქვია Amazon-ი და მსგავსი სერვისები, რადგან აი ამ სერვისებით სარგებლობენ ამერიკელი სამხედროები და ირანელები თვლიან, რომ ეს არის მათი
ეს კი ირანელების მიტანილი იერიშები, ასევე ვრცელდება უამრავი ეს ბაჰრეინია, უკაცრავად. ასევე ვრცელდება უამრავი ხომალდის დაზიანებული ხომალდის ინფორმაცია, რომელიც ხომალდების ირანმა დააზიანა და ისინი ორმუზის სრუტიდან ვერ გადიან. სამომავლოდ დიდი ალბათობით ამ ყველაფერს ირანი გამოიყენებს სამომავლო ომის წარმოებისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ომი შეიძლება ხმელეთზე იქნას გადატანილი. ეს არის ის ინფორმაცია, რომელი ინფორმაციაც იქნა ასევე დღეს გავრცელებული, რომ აი ამ მარკის და მოდელის თვითმფრინავები, რომელი თვითმფრინავებიც იქნა დაზიანებული ირანის იერიშების შედეგად საუდის არაბეთში, წარმოადგენს ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ესე რომ ვთქვათ, ომის წარმოებისთვის საშუალებას, რადგან ჰაერში აუზების საჰაერო ტანკერებით თვითმფრინავებზე ნავთობის გადასხმა არის აუცილებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისრაელის და ამერიკის ავიაციისთვის და როგორც არის გავრცელებული ინფორმაცია, ამ დროისთვის ეს ტანკერები 7 ტანკერი არის, ერთი დაკარგული არის და 6 არის დაზიანებული, რაც ძალიან სერიოზულ დანაკარგს წარმოადგენს ამერიკული არმიისთვის. გადავინაცვლოთ ისრაელში, სადაც მიუხედავად ყველაფრისა სადაც მოქმედებს ცენზურა, მაინც ჟონავს ინფორმაცია. ეს არის ორტონიანი ამფეთქების მქონე რაკეტების იერიში და საინტერესო არის ჰამასის განცხადებები, ეს დღეები არის. ეს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელი ტერორისტული ორგანიზაციაც მოქმედებს ღაზაში, სამხედრო სამხედრო აღლუმი გაუმართიათ, მაგრამ საინტერესო იყო, იცით რა? თვითონ ჰამასის განცხადება, რომელმაც ჯერჯერობით რომ იცოდეთ ისე ჰამასი საერთოდ არ ერევა მიმდინარე მოვლენებში და მისმა მეთაურებმა განაცხადეს ესეთი რაღაცა ამ ომის დროს მიმართეს ირანს, რომ არაბულ ქვეყნებზე იერიში არ განახორციელოს. პრაქტიკულად ხდება ხელისგულზე ის ინფორმაცია, რომ ჰამასი არის ისრაელის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, მართული ორგანიზაცია, რომელიც რეალობაში ასეთ დროს განსაკუთრებით უნდა იყოს დაინტერესებული ისრაელზე შეტევით, მაგრამ ამ დროს, როდესაც ჩრდილოეთიდან ჰესბოლა უტევს, ირანი უტევს, მაგრამ ამ დროს ჰამასი საერთოდ არ რეაგირებს, ამიტომ არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ეს მათი სამხედრო აღლუმების ჩატარება რას წარმოადგენს. მარტივი ამბავი არის. რელიგიური გაყოფა აქვთ. ჰამასის დაჯგუფება არიან სუნიტები, ჰესბოლას დაჯგუფება არიან შიიტები, ირანის მხარე, ესენი საუდის არაბეთის მხარე. ორივესთვის ისრაელი არის მტერი, მაგრამ ყოველთვის ასე ხდება, როდესაც ჰესბოლა იბრძვის, ჰამასი გაჩუმებულია, როდესაც ჰამასი იბრძვის, ჰესბოლა გაჩერებულია. ეს თვითონ ისრაელში ასევე לא צריך בנימוד. בסדר. לא צריך בנימוד.
იერიშები ის რის გავრცელებაც მოხერხდა საშინელი ცენზურა მოქმედებს נפילה בבית דגן. נפילה, וואי, כמה... ირანული კასეტური ბომბები და პარალელურად ამ მიმართულებაზე ეს არის ლიბანის მიმართულება ისრაელმა დაიწყო ეს დღეებია სახმელეთო ოპერაცია და ისრაელს უწევს ჩრდილოეთით ჰეზბოლას მოგერიება საზღალი ბეირუთი გაასწორეს მიწასთან როგორც ერთი მხარე ისე მეორე მხარე არ წდება ეს ყველაფერი. საინტერესო არის ის, რომ ამ ყველაფრის პარალელურად მოხდა საინტერესო მოვლენა ჩვენთან შავ ზღვაში. ბერძნული ხომალდი, რომელიც ნავთობით იქნა დატვირთული და სავარაუდოდ საიდან იქნებოდა ალბათ ნოვოროსიისკის პორტიდან, რომელი პორტიც ასევე ნავთობ ტერმინალს წარმოადგენს. შავ ზღვაში მოხდა სამიზნედ და ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ ვისი სამიზნე იყო და ვისი ხელიდან განხორციელდა ეს ყველაფერი. მოკლედ ეს რუსული გემები არის, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფას ახდენენ. ყველაფერზე უკრაინამ ასევე იერიში მიიტანა კრასნოდარის ოლქში ენერგოინფრასტრუქტურაზე. ფაქტია ის, რომ ბერძნული გემი, რომელიც რუსეთიდან ნავთობს მიათრევდა, ასე რომ ვთქვათ, გახდა უკრაინელების სამიზნე და დაზიანდა. ეხლა ნავთობს ოქროს ფასი აქვს დადებული და თავისთავად ბუნებრივია ეს ყველაფერი იქნება რუსეთის ბიუჯეტში სავარაუდო გათვლებით წარმოადგენს სადღაც დღეში $200 მილიონ, ამიტომ უკრაინელები და ევროპელები შეეცდებიან მაქსიმალურად ყველანაირი ძალღონე გამოიყენონ იმისთვის, რომ რუსებს არ მისცენ ნავთობის ხარჯზე გამდიდრების საშუალება და ომის წარმოება. საინტერესო არის ეს ფაქტიც, რომ აქ საუბარი იყო ფინეთში ბირთვული იარაღის განთავსებაზე, თუმცა ეს ჯერჯერობით საუბრებია და რეალობასთან არაფერ შუაში არ არის. მოკლედ, ევროპელები შეეცდებიან მაქსიმალურად უკრაინელებთან ერთად, რომ ამ დროს, ამ პერიოდში არანაირად არ მიეცეთ საშუალება რუსებს აღნიშნული მდგომარეობით სარგებლობის. ამერიკული ფლოტის ნაწილი კიდე რაც შეეხება ამ ადგილებში, მათ შორის ფორდი, რომელზეც ხანძარი გაჩნდა, ჯერჯერობით ადგილზე არის გაჩერებული და არანაირ გადაადგილებას არ ახდენს. რაც შეეხება ამ ძირითად დამტყმელ ძალებს, ამერიკელებისას, რომლებიც არის ინდოეთის ოკეანეში და არაბეთის ზღვაში, არც მათი გადაადგილების არანაირი წინსვლა არ ჩანს, იმიტომ რომ როგორც გახდა ცნობილი,
აბრაამ ლინკოლნზე იქნა იერიში განხორციელებული. მოკლედ, აი ესეთი ამბებია. საინტერესო მომენტი არის ერთი, კიდევ ირანმა მისცა საშუალება დღეს ინდურ ტანგერებს ნავთობით დატვირთული გემები გაიყვანათ ორმუზის სრუტიდან და ირანმა განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ირანმა განაცხადა, რომ ის დღეიდან და მომავალში ნავთობით ვაჭრობას განახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ ჩინური იუანის კონვერტაციით. ანუ ერა დოლარის, რომელიც ითვალისწინებდა ოპეკის მიერ შექმნილ 1 ბარელი ნავთობი ამდენი ღირს, იმდენი ღირს, ირანმა თქვა უარი და შეიქმნა პრეცედენტი იმის შესახებ, რომ ირანი ვაჭრობას დაიწყებს არა დოლარში, არამედ იუანში. ეს კიდევ ერთი პრეცედენტი და კიდევ ერთი ტენდენცია არის იმასთან მიმართებაში, რომ დოლარის ერა, რომელი ერაც მთელი ამ ხნის მანძილზე იყო გაბატონებული, სამომავლოდ დიდი ალბათობით არანაირ ცვლილებას არ განიცდიდა, როგორც ფიქრობდნენ, და იქნება ამ ომიდან ეს პრეცედენტი, რომელი პრეცედენტიც სამწუხაროდ ვიდეო ეთერზე მგონი პრობლემები გვაქვს. ვიცდებით აღვადგინოთ კავშირი. რა რუკას ვიყენებ მილიტარის ეს არის რა ქვია საიტი სუმაი, რომლითაც შეგიძლიათ მოძებნოთ, შეგიძლიათ დაგუგლო და ნახავ, ოღონდ ფასიანი არის შემოძმავო, ინფორმაცია ნაწილობრივ ღია, არ გიწვირი, მაგრამ შეგიძლია შეიძინო და ინფორმაციას მიიღებთ და ისე ზოგადი ინფორმაციაც არის განთავსებული, მაგრამ გაგიჭირდებათ. ამიტომ ფასიანი სერვისია. რაც შეეხება რუკას მილიტარი სუმარი, აი ესე ქვია. არ ვიყუთ მე იმ კატეგორიას, რომ დავმალო ინფორმაციები წყარო საიდან გამაჩნია. გაიხარეთ ჩემო კარგებო, ეხლა დაუბრუნდები ჩატს და გაგესაუბრებით, გაგიმარჯოთ. აგრად გისწორდება ირანელების დაბომბვები? არ მისწორდება ირანელების დაბომბვები და არანაირად არ მისწორდება არც ებრაელების დაბომბვები, საერთოდ მე თუ მკითხავ, ადამიანი ეს აბსოლუტურად მეორე მსოფლიო ომის მერე ყველა ომი იყო პროვოკაცია, ყველა ომი იყო თავსმოხვეული, ყველა ომში იყო რაღაც იდიოტური მიზეზები და მეორე მსოფლიო ომი იყო გარდაუვალი აუცილებლობა, როდესაც უნდა ეომა ხალხს და მეორე მსოფლიო ომის მერე ყველა ომი არის პროვოკაცია. ამიტომ მე პირადად მოუწოდებ ყველა მხარეს, თუ ამას რაიმე ფასი გააჩნია, რომ ნებისმიერი ომის პრობლემა გადაწყვიტოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ ახლა ჩემგან რა არის დამოკიდებული თორე. რაც შეეხება იმას, რომ ამ ომში მე ფეხბურთი არა, ხშირად მე ის მხარეს ახარ, მე ვარ საქართველოს მხარეს და მე ვარ მშვიდობის მხარეს. და რაც შეეხება იმას, რომ თუ სამართლიანობა გაინტერესებს და საერთაშორისო სამართალი გაინტერესებთ, რომელიც არავის არ გაუუქმებია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ისრაელი და შეერთებული შტატები არიან აგრესორები.
მათ განახორციელეს გაეროს სანქციის გარეშე თავდასხმა სუვერენულ ქვეყანაზე. ხო, აი ესა სამართლიანობის საკითხი და ეხლა მე რა მისწორდება და რა არ მისწორდება, ეგ ცალკე არის. ნუ ლიბანში სურთ, მაგრამ რაშია საქმე ლუკას იცი? აი ლიბანის საკითხი არ არის მარტივი საკითხი, იმიტომ რომ ისრაელის არმიას გააჩნია ძლიერი და სუსტი მხარეები. ხმელეთზე ბრძოლა, ქვეითების ბრძოლა და ესე შემდეგ არ არის ისრაელის არმიისთვის ძლიერი მხარე. ამიტომ ერთი არის ღაზაში ომი. ღაზაში ომი, რომელიც ომს არ გავს. ეს არის ნადირობა, კონტრტერორისტული ოპერაციები და არანაირად ის ომთან არ შეიძლება გაიგივდეს მით უმეტეს იმდენი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი. აი ლიბანში ომი ეს მათთვის კატასტროფა არის. ჯერცხვირი არ შეუყვიათ და უკვე 4 მერკავა აუფეთქეს. ეს 2006 წელსაც რაც დაემართა მაგათ. ამიტომ კი უნდათ ერთია, მაგრამ მოახერხებენ მეორე. ეხლა რატო არის ლიბანში სხვათა შორის რა არის იცით? აი ხშირად რო არის ლაპარაკი, რომ აი ჩვენ არაბების და ამათი შემოსვლით ჩვენ უნდა დავემგვანოთ ევროპას და ასე. ევროპას როგორ უნდა დაემგვანოთ? ევროპაში ეს არაბული და აფრიკული მიგრანტები, რომლებიც შემოდიან, ეს მათი პოსტკოლონიალისტური ესა რა ქვია, სინი არიან რა, ყოფილი კოლონიებიდან შემოსული ხალხი ძირითადად. საქართველოს კოლონიები არ ყოფილია და არ ყოლია და კოლონიებიდან ხალხი ვერ შემო. აი ლიბანის საკითხი რაც შეეხება ლიბანის საკითხს, ჩვენ შეიძლება დავემგვანოთ ლიბანს. ლიბანში რა მოხდა? ლიბანში თავის დროზე მშვენიერი ქვეყანა იყო, ძალიან კარგადაც ცხოვრობდნენ, დალოცვილი. ისრაელის წყალობით, რომლებმაც არ დააყენეს არაბები თავიანთ მიწაზე, ასევე ღაზაში და ასე შემდეგ, იძულებული გახდნენ, რომ გადასახლებულიყვნენ ლიბანში. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ 1/3 დაახლოებით თუ არ ვცდები, მოსახლეობის ტოლვილია ლიბანში. მაგრამ ეს უკვე დიდი ხნის ტოლვილები, რომლებიც იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ, შექმნეს თავიანთი ძალა, შექმნეს პარალელური საზოგადოებები და ისინი ლიბანის ოფიციალურ ხელისუფლებას არ ემორჩილებიან, მათ გააჩნიათ თავიანთი გასამხედროებული ორგანიზაცია ჰეზბოლა და ჰეზბოლა მუშაობს თავისთვის, თავის ჭკუაზე და საერთოდ არ ემორჩილება ლიბანის ხელისუფლებას. ანუ რა შეიძლება დაგვემართოს, აი აქედან ვიფიქროთ. ერთმა გაგიმარჯვეთ. ირანის მაქსიმუმი რა იქნება? ირანის მაქსიმუმი იქნება ჩემო გარკვეულ რასაც თვითონ ამბობენ. რეგიონიდან იქნას დაცლილი, მთლიანად რეგიონი იქნას დაცლილი ამერიკული სამხედრო ბაზებიდან და თვითონ თავი დააღწიოს ბლოკადას, ეხლა როგორც ამბობენ, რომ კონტრიბუცია გადაგვეხადონ ზარალის მიყენებაზეო, მაგის გადამხდელი არავინ არაა. მაგრამ თუ კი ირანი შეძლებს და შეინარჩუნებს რეჟიმს, მარტო რეჟიმიც რო შეინარჩუნოს, ამერიკელებისთვის ესეც მარცხია. იმიტომ რომ ამხელა ომი მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ზარალი მომხდარიყო უზარმაზარი. იმიტომ რომ რეჟიმის ცვლა ეს იყო ამერიკელების გეგმა. და თუ მოახერხებს ირანი რეგიონიდან ამერიკული სამხედრო ბაზების გაძევებას, აი ეს იქნება მათი მაქსიმუმი. ნუ რა თქმა უნდა, ამერიკა თავს ახევს ყველას. ამერიკელები ცდილობენ დღეს იყო განცხადება სხვათა შორის თავად დონალდ ტრამპის, რომელსაც რო კითხო, რომ გუშინ წინ ომი მოიგო და ომი მოგებული არის და დაასრულა, მისი განცხადება იყო ესეთი, რომ თურმე სხვა ქვეყნები, იაპონია, კორეა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ეს მსოფლიოს გაერთიანებული სარდლობა შევა
მე მასში რა ქვია ორმუზის ყურეში და მოახდენენ ბუფერის დაკავებას. ამაში არის მთელი მაგათი გამარჯვების ფორმულა. ნუ ეს არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ტრამპი გარდა იმისა, რომ ის არის კლოუნი, სხვას არაფერს არ წარმოადგენს. ადამიანურად რომ გითხრათ. რა თქმა უნდა, ლიბანი იყო ძალიან კარგი ქვეყანა, ძალიან მაგარი ქვეყანა. მაგრამ აი, როგორც გამოჩნდა ამათ ხელში არ გავა ყოველ 5 წელიწადში ნგრევა და უბედურება. და თვითონ ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკეთებს. ნუ ახლა თუ ჩვენ შემთხვევაში საქართველოს დაიცლება და იქნება დაცლილი საქართველოს და გასული იქნება ესე რომ ვთქვათ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ძალიდან მიგრანტების მიერ შექმნილი პარალელური საზოგადოებები მაშინ საქართველოშიც გვეყოლება ჩვენი ალბათ ქართული ჰესბოლა. დუბაის უტევენ, კი, დუბაის უტევენ და საერთოდ დუბაი ძალიან მალე ალბათ ძალიან ის რაც იყო რომ აღარასდროს არ იქნება ამას ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ ძალიან მალე შეწყვეტავს თავის ფუნქციონირებას და აბსოლუტურად სულ სხვა ფუნქცია შეიძენს. იმიტომ რომ უსაფრთხო რეგიონი არ არის ეს და არის ხელოვნური რეგიონი. ის საიტი არის შემოძმაო პოლიტიკაზე კუშები პოლიტმარკეტი. ჩაწერე YouTube იმაში Google-ში და ამოგიგდებს. ანუ რა გამოდის ისრაელი ჰამას ახვეწიებს, გვეომ ბომბავენო? არაფერი არ გამოდის, გამოდის ის რომ საერთოდ ეს არის ძალიან ბინძური პოლიტიკის შედეგი. როდესაც მოხდა მაშინ 7 ოქტომბრის ამბავი და ძალიან ყვიროდნენ ებრაელები ჩვენ რომ ჰამასი შემოგვივარდა 7 ოქტომბერს და ასე შემდეგ. ჰამას მისცეს საშუალება შემოჭრილიყო. ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი ისრაელის ხელისუფლებამ. ღაზა, რომელიც არის მთლიანად რკინაბეტონში ჩასმული ტერიტორია, მათ სპეციალურად მისცეს საშუალება იმისთვის, რომ ჰამასი შემოსულიყო და ჰამას ეკეთებია ის, რასაც აკეთებდა, რათა მიზეზი ქონოდათ. ანუ ჰამასი არის კონტროლირებადი და ისრაელის ინტერესებში მოქმედი ესა. ეს ებრაელებს ეს არ უყვირთ. იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ზუსტად ამერიკელმა ებრაელობამ დააფინანსა ჰიტლერი იმისთვის რა ჯოჯოხეთიც მოაწყვეს ევროპაში, ის ჯოჯოხეთი მოეწყო. ამაში არის საქმე. შეცვალეს, აი ჩვენ გველოდება ლიბანის სცენარი. თუ ჩვენ ყურები არ გამოვიფხეკეთ და ავყევით აი ამ ქოცურ ნარატივს და ბურჯ ხალიფების და მადლობა ღმერთს ერთ მხრივ. იმედია ისე დააზარალებს ეს ომი იმას, რა ქვია, ემირატებს, რომ ჩვენ ძმასთან მეგობარს ალაბარს ინვესტიციების ტრაკი არ იქნება საქართველოში ბჭყალებში ინვესტიციების. ერმილე ირანი დაემუქრა უკრაინას. კი არ დაემუქრა, ომი გამოუცხადა. და თქვა რომ სამიზნე გახდება უკრაინაც. მოდი ჩვენ ვნახოთ თუ რა მანძილი არის უკრაინიდან უკრაინას და ირანს შორის აბატონო გავზომოთ და შევადაროთ. ირანს გააჩნია 3000 კილომეტრზე
ფრინავი რაკეტები. მოდი ავიღოთ ყველაზე უკიდურესი ირანის საზღვარი და გავავლოთ ეს საზღვარი საჰაერო მანძილი. რამდენი არის უკრაინამდე? არც ისე შორს არ მოიცოდეთ ისე რა. აი, ოდესის პორტამდე. ოდესის პორტამდე არის სულ 1381 კილომეტრი. ამიტომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ირანისთვის 3000 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების მიერ თუნდაც კიევის დაბომბვა. ასე რომ ჩვენი ძმა და მეგობარი ესა თუ ბევრს იტლიკინებს, კიევამდე არის დაახლოებით 1600 კილომეტრი. ამიტომ ირანის საზღვრიდან კიევის დაბომბვაც კი შეუძლია ირანს. მილიტარი სუმმარია, ესე ქვია, არის ფასიანი პროგრამა არის, საიტი არის, სადაც ომის თეატრი და მიმდინარე მოვლენების კოორდინატები და ქრონიკა არის ასახული. სცენა აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ რაც შეეხება ცენზურას რომ ვერ დაგეთანხმები, რაც შეეხება ისრაელში ყველაფერი ქვეყნდება და აქ ვერ დაიმალება ლიბერალების. რაშია იცი საქმე გაიხარე ძმაო, მე ახლა არაერთი მადლობა პირველ რიგში ჩემთან ეს დამოკიდებულებისთვის და მე მინდა ერთი რაღაცა გითხრა. მე თვითონ ჩემს არხზე იმის რა ქვია, ტელეგრამის არხზე ნახე არაერთი ვიდეო, მათ შორის თურქი ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ ისრაელში მიმდინარე მოვლენებს, როგორ დააკავეს პირდაპირ ეთერში. ასევე არაერთი ვიდეო იქნა გამოქვეყნებული, რომ ქუჩის კამერებს თვითონ ისრაელის სამართალდამცავები ახორციელებდნენ. ამიტომ ინფორმაცია ამის შესახებ ვრცელდება, რომ მიმდინარეობს. და რაც შეეხება უკრაინის საკითხს, უკრაინის ტერიტორია კანონიერ სამიზნეებად გამოაცხადეს ირანელებმა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 51 მუხლის თანახმად ომის წარმოების კანონიდან გამომდინარე. ამიტომ იქ ჩვეულებრივი ამბავი არის რა. ნახოთ დანარჩენს გავაკვირდეთ რა იქნება ამერიკელების სურვილი და გეგმები ჩანს, დასახელებული არის ის საზღვაო ქვეითების საექსპედიციო კორპუსი, რომელიც იქნება გადასროლილი, ეს არის Wall Street Journal-ი წერდა, ეს არის 31 ამერიკული საექსპედიციო კორპუსი, რომელიც ამ წუთში იმყოფება იაპონიაში და რომელიც გადასროლილი იქნება სპარსეთის ყურეში. სპარსეთის ყურეში კიდე მათი მთავარი სამიზნეები კუნძული ხარკი და ირანის ძირითადი ტერმინალები იქნება, ასევე ბუფერის დაკავება. ნახოთ რა, რამდენად გამოუვა ომია, არც ერთი მხარე ერთი მეორეს არ ინდობს. პუტინმა ელაპარაკა
კიევზე ნუ არავინ არ იცის პუტინმა რაზე ელაპარაკა, გაიხარე დავით. დიდი მადლობა ქალბატონო მარიკა. რა ვიცი, ვცდილობ მაქსიმალურად რომ ობიექტურობა დავიკავო, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მაინტერესებს არც ერთი ქვეყნის ინტერესი საქართველოს ინტერესის გარდა. რაც შეეხება აი ამ კონფლიქტს, ამ კონფლიქტთან მიმართებაში ვის შეუძლია ამ კონფლიქტის შეჩერება, ყველაზე მეტი გავლენის შეჩერება, აი თვითონ ალ-ჯაზირაც ამას ამბობდა, მათი ჟურნალისტები, რომ ამ ომის შეჩერების ერთადერთი ასე რომ ვთქვათ, ბერკეტი და მექანიზმი ხელში უკავია რუსეთს, რადგან მას აქვს სერიოზული გავლენები სოფლიოში, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც შეერთებულ შტატებზე, ასევე ირანზე, ასევე ისრაელზე, მაგრამ თავად რუსეთი უფრო დაინტერესებულია ამ ომის გახანგრძლივებაში, იმიტომ რომ თვითონ ნახავს ძალიან დიდ სარგებლობას. ამერიკელებმა სავარაუდოდ შეიძლება გაბედონ თავიანთი ოპერაციების განხორციელება უახლოესი 2-3 კვირის ვადაში. იმიტომ რომ დაახლოებით ეს დრო სჭირდება იმ ძალების თავმოყრას, რომელიც ძალებიც დაძრული არიან აი ახლა ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში, მაგრამ 2 კვირა ისეთი დრო არის, რომ 2 კვირაში ირანიც ძალიან ძლიერ თავდაცვითი ზომების მიღებას მიასწრებს. ისრაელს რატომ ყავს საქართველოში არაბი ელჩი? არც რცხვენიათ ქართველ ებრაელებს. ისრაელს საქართველოში არაბი არ არის, დრუზი არის ის. ნუ კი ბატონო, შეგიძლიათ ერთი სემიტური ოჯახია, დრუზი არის ის. და სიმართლე გითხრათ, დრუზები მილიონს გირჩევნოდეთ მაგათ და ვინც იყო მანამდე, მაგრამ ესეც ნომინალური პერსონა არის. ნომინალური პერსონა არის და ეს ქართველი ებრაელები კიდე სადაც არ უნდა გამოჩნდნენ და რასაც არ უნდა აკეთებდნენ შემოძღვაო. არაფერში საქართველოს სასიკეთოდ სირცხვილი საერთოდ მაგათმა აი ესეთი გრძნობა არ იციან რა არის. საერთოდ სინდისი, ნამუსი, ხატრი, სირცხვილი, ის რაც ცოტა არამატერიალური საკითხებია ებრაელებისთვის ნაკლებად მისაღები არის. იმიტომ მოდი ახლა ჩვენ მაგათ მორალზე ნუ ვილაპარაკებთ. მაგათ მორალზე დამაწყევარი დადგა. იცი რა კითხება, ერმილე ძმა ვინ გაფინანსებს? რას ვატყობთ? ვინ მაფინანსებს და პუტინი. პუტინი მაფინანსებს პირდაპირ დავით. და მარია ზახაროვა კონვერტში ჩაწყობილს მიგზავნის. ნუ თურქეთის ბაზაზე იქნა იერიშები განხორციელებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქნა ჩამოგდებული ბალისტიკური რაკეტები. ყველაზე მეტი ერთ რაღაცას გეტყვით რა, ყველაზე მეტი საშიში არის ჩვენთვის აზერბაიჯანის ჩართვა ამ ომში. მიუხედავად იმისთვისა, რომ აზერბაიჯანელები და ესენი რა ქვია, ალიევი ძალიან დიდი კუდის ქიცინს ახდენენ, აზერბაიჯანს უკავია აი როგორ გითხრათ, აფთრების პოზიცია. რამენაირად თუ წაიქცა ირანი, აი ჩრდილოეთ ირანი და მისი ტერიტორიები დაითრიოს. მაგრამ ახლა 10 მილიონიანმა აზერბაიჯანმა, თითქმის 20 მილიონიანი ჩრდილოეთ აზერბაიჯანი ირანის როგორ უნდა შეიერთოს? რა თქმა უნდა, ეხა მაგაზე კი ბატონო, სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანში. თავიდანვე ვამბობდი მე ამას, რომ
ეს იყო სისულელე, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა გენერალი, აბსოლუტურად ყველა სამხედრო საქმეში გარკვეული ადამიანი, აბსოლუტურად ყველა ამბობდა, რომ გამორიცხულია ირანზე განხორციელდეს სახმელეთო ოპერაციის განხორციელება. ამ ბევრი ფიქრი ამას არ ჭირდება. თვითონ გეოგრაფიიდან გამომდინარე და თვითონ ომის წარმოების ლოჯისტიკის სირთულიდან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანი არის დაახლოებით 3 უკრაინის ხელა. ელემენტარული ავიღოთ. ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანიის ტერიტორია ერთად ჩაეტევა ირანში. გააჩნია 90 მილიონიანი მოსახლეობა. რომელსაც შეუძლია თეორიაში 30 მილიონიანი არმია გამოიყვანოს ქვეითი ძალა, რომელსაც ხელში იარაღის ჭერა შეუძლია. ეხლა როგორ გინდათ ესეთ ქვეყანას ევომოთ ხმელეთზე, მის ტერიტორიაზე. ასე რომ ეს იქნება, ну, არ ვიცი, ალბათ ვიეტნამი აყვანილი, მაშინ რა ქვია. მით უმეტეს, როდესაც დღესდღეობით ამერიკული ხომალდები, რომლებიც ასე იოლგას ერნებას ელოდებოდნენ, აი ეგ მინიმუმ 700 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა უჭირავთ და იქაც ხორციელდება კატასტროფული მდგომარეობა უპილოტო დრონების დარტყმით და ასე შემდეგ. რავი, ჩემო კარგებო, მე მგონი კარგი გემრიელად ვისაუბრეთ, მეტნაკლებად რაღაცებში, არ ვიცი როგორ მოგეწონათ ეს ექსპერიმენტალური ლაივი, მაგრამ ნახოთ აბა მომავალში თუ მოგეწონათ, შევეცდებით ესეთები გავაკეთოთ. აი რა თუ ჩემი ძმა ხარ ერთი წუთი. კახინუხი კი არა, რაცა გვაქვს ისიც ვერ შეგვინარჩუნებია ამ ხელში, ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც სახელმწიფო მზად. აზერბაიჯანი მომზადებულია. ერმილე კითხვა სამამულო ომზე 80 წელიწადზე აქტიურად იტვირთებოდა ვიდეოები თითქოს და კანთარიან და ეგოროვი კი არა ყაზახებმა აიტანეს დროშა რაიხსტაგზე რა საფუძველზე თუ არის თუნდაც რაიმე კონტროვერსია. ეს პირველი შემთხვევა არ არის შემოკარგო, ადრეც იყო მაგაზე საუბარი, რომ კანთარიას კი არა უტანია, ვიღაც დაღესტნელმა აიტანა, მერე ესენი იძახოდნენ. რა არის იცით? ოფიციალურად აღიარება და ოფიციალური აღიარებლები ეს ადამიანები არიან და უშუალოდ ახლა იქ ისტორიის იმ წუთში და იმ მონაკვეთში ვინც იქ იყო, იქ იმათ მაიციან სიმართლე და ეგ ვერსიები არა კანთარიასთან სიძულვილის გამო თავიანთი ერის ასე რომ ვთქვათ პროპაგანდისტვის იყო ყველაფერი გაკეთებული. ფაქტია რო უთხრეს კანთარიამ ისეთი პასუხი გაცა თქვენო მე ვისვარ გონი ვარ თუ ვიღადა ან ყარაულში მდგარიყავი ან სადმე მებრძოლი სადაზვერვო ჯგუფის ჯარისკაცი ვიყავიო და პირველი ახორციელებდი ამ ყველაფერსო და ჩემთვის ეს არავის არ უჩუქებიაო, ჩემი ბრძოლით მოვიპოვეო და ცოცხალია ეგერ კაცი და ცემს მან ყველაფერს პასუხს და რა ვიცი ახლა დანარჩენი ვისაც რა უნდა ის ლაპარაკოს. ნუ არ ვიცი, გონიათ თუ არ გონიათ, ფაქტია რომ აქეთკენ მიდიან. არის ეგეთი საიტი, შეგიძლიათ აჩვენო ირანი რამხელაა ევროპასთან შეთანხმება. და რა ვიცი, აბა ელემენტარული კვადრატული მეტრობით მაინც შეადარონ ერთი მეორეს. ნუ საქართველოს საერთოდ ჩემო ძმაო, ახალი აიათოლა რო აირჩიეს, რომ გაბედეს მილოცვა, მე ისიც მიკვირს, მაგრამ დააცადეს ჯერ სომხებმა მიულოცეს, აზერებმა მიულოცეს და მერე ამათ. ლათი ყავით მოუწარმო, გაიხარით. ქართველები თავიანთი შვილების ლევაში ხართ მაგრამ ძალიან კარგი ლაივი იყო, მომავალშიც ველოდებით ასეთი. კარგი, ჩემო კარგეო, ეცდები რომ მომავალშიც ისეთი გავაკეთოთ.
კარგით, ჩემო კარგებო, აბა დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. რა ვიცი, მეტანკლებად როგორიც გამომივიდა, ისეთი გამომივიდა და მომავალში გავაუმჯობესებთ ალბათ. გაიხარეთ. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის და